მოგესალმებით. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს არხზე. მოემზადეთ მოგზაურობისთვის, ადამიანური გამოცდილების უკიდურესობებით სავსე ცხოვრებაში. ამ ვიდეოში ჩვენ გავეცნობით ფიოდორ დოსტოევსკის სამყაროს, ადამიანის, რომელმაც სირთულეებითა და ტრაგედიებით სავსე ცხოვრების გზა გაიარა. მოახერხა ადამიანური ბუნების სიღრმისეულად გაცნობა და შექმნა შედევრები, რომლებმაც ირეული გავლენა იქონია მსოფლიო ლიტერატურაზე. საძირკველი ჩაუყარა თანამედროვე ფსიქოლოგიას და რა თქმა უნდა ეგზისტენციალიზმს. მისი ცხოვრება თავად გავს რომანს, რომელიც სავსეა უდიდესი პიროვნული ტანჯვის, გამანადგურებელ დამოკიდებულებებთან ბრძოლის, ძლიერი სიყვარულისა და სულიერი გარდატეხის ისტორიებით. ეს არის ამბავი ადამიანზე, რომელმაც არსებობის უდიდესი გამოწვევების ფონზე მსოფლიოს დაუტოვა იდეები, რომლებიც დღესაც კი უმნიშვნელოვანეს კითხვებს სვამს. თავისუფლების, რწმენისა და მორალის შესახებ. თუ მზად ხართ ამ მოგზაურობისთვის, გთხოვთ, ხარი დაგვიჭიროთ ვიდეოს მოწონებით, არხის გამოცერითა და თქვენი აზრის გამოხატვით კომენტარებში. ასევე თუ გაქვთ სურვილი და საშუალება, შეგიძლიათ არხს დაეხმაროთ დონაციით. ახლა კი დავიწყოთ. ფიოდორ მიხაილოვიჩ დოსტოევსკი კონტრასტებით სავსე სამყაროში 1821 წლის 11 ნოემბერს მოსკოვში დაიბადა. ის 7 შვილიდან მეორე იყო. მისი სახლი ღარიბთა მარიინსკის საავადმყოფოს ტერიტორიაზე მდებარე პატარა ბინა გახლდათ. მუდმივი ტანჯვისა და პირქუში რეალობის ადგილი. მამა, მიხაილ ანდრეევიჩ დოსტოევსკი, საავადმყოფოში სამხედრო ქირურგად მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ დიდგვაროვანთა შთამომავალი იყო, სიმდიდრით ვერ დაიგვეხნიდა. გამოირჩეოდა დაუოკებელი ამბიციით, სიმკაცრითა და დეპრესიისადმი მიდრეკილებით. ოჯახს რკინის ხელით მართავდა და შვილებს შრომის მოყვარეობისა და პასუხისმგებლობის გრძნობას უნერგავდა. მისგან სრულიად განსხვავდებოდა დედა, მარია ნაჩაევა, სითბოს, ღვთისმოსაობისა და კულტურის განსახიერება, რომელიც ოჯახს მზრუნველობითა და სიყვარულით ავსებდა. სწორედ მან ასწავლა პატარა ფიოდორსა და მის საყვარელ უფროს ძმას, მიხაილს, წერა-კითხვა. მათი პირველი სახელმძღვანელო საღვთო წერილი იყო, რამაც მათი გონება რწმენისა და ზნეობის ისტორიებით აავსო. ოჯახური ატმოსფერო დისციპლინასა და ემოციურ თავშეკავებას ემყარებოდა. საღამოობით ექიმი დოსტოევსკი ოჯახს კითხვისთვის კრებდა. ისინი ისმენდნენ რუსი და ევროპელი ავტორების ნაწარმოებებს. მაღალი რომანტიზმისა და იდეალიზმის ეს ისტორიები მკვეთრ კონტრასტს ქმნიდა ფანჯრის მიღმა არსებულ საავადმყოფოს პირქუშ რეალობასთან. დოსტოევსკი მოგვიანებით იხსენებდა საავადმყოფოს ბაღში ხეტიალსა და პაციენტებზე ფრთხილ დაკვირვებას. ის ხედავდა რუსეთის დავიწყებული ადამიანების, გაღატაკებულების, ავადმყოფებისა და სასოწარკვეთილების სახეებს. ადამიანური უბედურების ამ ადრეულმა დაკვირვებებმა ღრმა თესლი ჩარგო მის სულში. 10 წლეულების შემდეგ ისინი ჩაგრულთა მძლავრ ლიტერატურულ პერსონაჟებად იქცნენ. ძმასთან, მიხაილთან ურთიერთობა მისი ახალგაზრდობის მთავარი საყრდენი იყო. ისინი თითქმის განუყრელნი იყვნენ. იზიარებდნენ წარმოსახვასა და ინტელექტუალური აღმოჩენების სამყაროს. ოცნებობდნენ მწერლობაზე. ეს საერთო ამბიცია მათ შორის უწყვეტ კავშირს ქმნიდა. ძმური სიყვარული დოსტოევსკის შემოქმედებაში განმეორებად და მძლავრ თემად იქცა. დოსტოევსკის ეს სტრუქტურირებული, თუმცა პირქუში ბავშვობა 1827 წელს დაიმსხვრა. დედამისი ტუბერკულიოზით გარდაიცვალა. მისმა სიკვდილმა 15 წლის ფიოდორი გაანადგურა და ოჯახის ემოციური საყრდენი შეარყია. მამამისი, წუხარებითა და ალკოჰოლით გატანჯული, კიდევ უფრო არაპროგნოზირებადი და რთული ხასიათის გახდა. მარიას გარდაცვალებიდან მალევე ექიმა დოსტოევსკი მიიღო გადაწყვეტილება ორი უფროსი ვაჟი, მიხაილ და ფიოდორი, სანქტ-პეტერბურგში გაეგზავნა სამხედრო საინჟინრო ინსტიტუტში სასწავლებლად. მიხაილმა ჯანმრთელობის გამო ვერ შეძლო ჩაბარება. ფიოდორი კი მიიღეს. ეს პრაქტიკული კარიერული გზა იყო, მაგრამ ლიტერატურაზე მეოცნებე ბიჭისთვის სასჯელს გავდა. 1827 წელს სანქტ-პეტერბურგში გადასვლამ დოსტოევსკი სრულიად ახალ სამყაროში გადაისროლა. ქალაქი რუსეთის იმპერიის მოელვარე გული იყო, მაგრამ ახალგაზრდა დოსტოევსკისთვის ის მარტოობისა და გაუცხოების ადგილად იქცა. დედა გარდაცვლილი ჰყავდა და ახლა უკვე ძმასაც დაშორდა. სამხედრო საინჟინრო ინსტიტუტი ფოკუსირებული მათემატიკასა და სამხედრო მომზადებაზე
მისი ლიტერატურული ოცნებებისგან შორს იდგა. მიუხედავად ამისა, იგი კარგი სტუდენტი აღმოჩნდა. მაგრამ ღარიბი, სოციალურად მოუქნელი და ამაყი დოსტოევსკი თავს გარიყულად გრძნობდა დიდარ თანაკურსელებს შორის. თავისუფალ დროს წიგნების კითხვაში ატარებდა. კითხულობდა დაუოკებლად შექსპირს, ჰიუგოს, ბალზაკს. დაინტერესებული იყო ადამიანის გულის სირთულეებითა და ბნელი, ირაციონალური ძალების გამოკვლევით, რომლებიც ადამიანებს ამოძრავებს. დღისით ინჟინერიას სწავლობდა, ღამით კი ადამიანის ფსიქოლოგიას. 1829 წელს კიდევ ერთი ტრაგედია დაატყდა თავს. მამამისი მოულოდნელად გარდაიცვალა. ოფიციალური დასკვნით მიზეზი ინსულტი იყო. თუმცა გავრცელდა ხმა, რომ ის საკუთარმა ყრმებმა სასტიკად მოკლეს წლების განმავლობაში ცუდი მოპყრობის გამო. თუმცა ეს ოფიციალურად არასდროს დადასტურებულა. მამის სიკვდილის რეალური მიზეზი ისტორიული დებატების საგნად რჩება. მაგრამ დოსტოევსკისთვის ამ სასტიკმა მამის მკვლელობის შესაძლებლობამ ფსიქოლოგიური მიწისძვრა გამოიწვია. მამის სიკვდილის გამო შვილის დანაშაულის თემა მის ბოლო შედევრში ძმები კარამაზოვებში ცენტრალურ ტანჯველ საფიქრალად იქცა. ტრავმა, რეალური თუ წარმოსახვითი, უზარმაზარი იყო. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ დოსტოევსკი იძულებული გახდა საინჟინრო კორპუსში დაეწყო მუშაობა. სამუშაო სულის შემხუთველად, ხოლო სამხედრო ბიუროკრატია აუტანლად მიაჩნდა. ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობდა. დღისით გეგმებს ადგენდა, ღამით კი ფარულად, საკუთარ ლიტერატურულ პროექტებზე მუშაობდა. მისი გატაცება აკვიატებად იქცა. წერის შემოსავლის შესავსებად და ოსტატობის დასახვეწად ბალზაკის რომანის ეჟენი გრანდეს თარგმნას შეუდგა. უდიდესი რომანისტის პროზაში ჩაძირვამ მისი გადაწყვეტილება გაამყარა. ინჟინერის ცხოვრებას ვეღარ იტანდა. იცოდა, რომ შემზარავი, მაგრამ აუცილებელი ნაბიჯი უნდა გადაედგა. 1844 წელს, 22 წლის ასაკში, დოსტოევსკიმ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო და სამსახურიდან წამოვიდა. სტაბილური კარიერა წერლის გაუთვლელ, არაპროგნოზირებად ცხოვრებაზე გაცვალა. არც დანაზოგი ჰქონდა, არც კავშირები, მხოლოდ საკუთარი ნიჭის ამარა დარჩა. სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთ უსახურ კუთხეში, სპარტანულ ბინაში მცხოვრები დოსტოევსკი თავის პირველ რომანზე მუშაობდა. წერდა ციებ-ცხელებით, ხშირად მთელი ღამის განმავლობაში. სიღარიბეზე დაკვირვება და გარიყულთა მიმართ ემპათია ამ ხელნაწერში ჩააქსოვა, რომელსაც საბრალო ადამიანები უწოდა. რომანი, რომელიც წერილების ფორმითაა შექმნილი, მოგვითხრობს დაბალი რანგის, ასაკოვანი მოხელის, მაკარ დევუშკინისა და ახალგაზრდა მკერავის, ვარვარა დობროსელოვას მიწერ მოწერაზე. ეს იყო ღრმა ფსიქოლოგიური რეალიზმისა და სოციალური თანაგრძნობის ნაწარმოები, რომლითაც რუსულ საზოგადოებაში უხმოდ დარჩენილი მოსახლეობის სათქმელი გაჟღერდა. 1855 წლის გაზაფხულზე რომანი დასრულდა. დოსტოევსკიმ მორწყვმა და ეჭვებით სავსემ ის თავის მეგობარს დიმიტრი გრიგოროვიჩს აჩვენა. გრიგოროვიჩმა კი ცნობილ პოეტთან და რედაქტორთან ნიკოლაი ნეკრასოვთან მიიტანა. ნეკრასოვი თავდაპირველად სკეპტიკურად უყურებდა უცნობ ავტორს, მაგრამ მან და გრიგოროვიჩმა კითხვა დაიწყეს და ნაწარმოებმა ისინი განაცვიფრა. მთელი ღამე კითხულობდნენ. მათი აღფრთოვანება ყოველ გვერდზე იზრდებოდა. დილის 4 საათზე დაასრულეს. ორივეს თვალზე ცრემლი მოადგა. პირდაპირ დოსტოევსკის ბინაში მივიდნენ, რათა გაეღვიძებინათ და მისი ნიჭიერება ეღიარებინათ. დოსტოევსკიმ კარი გააღო და მის წინაშე მდგარმა ორმა კაცმა მისი რომანი შედევრად გამოაცხადა. მაგრამ თავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინ იყო. ნეკრასოვმა ხელნაწერი რუსულ ლიტერატურაში ყველაზე გავლენიან და საშიშ ადამიანთან, კრიტიკოს ვისარიონ ბელინსკისთან მიიტანა. ბელინსკის აზრს შეეძლო კარიერის შექმნა ან განადგურება. ბელინსკიმ საბრალო ადამიანები წაიკითხა და განცვიფრდა. მან დაუყოვნებლივ დაიბარა დოსტოევსკი. ახალგაზრდა ავტორი კრიტიკოსის ბინაში შიშით მივიდა. ბელინსკი მას მგზნებარევნებით შეეგება და შესახა. თქვენ თვითონ თუ გესმით, რა დაწერეთ? თქვენ საკითხის არსს შეეხეთ. თქვენ უდიდესი ჭეშმარიტება გამოავლინეთ. ბელინსკი მის ნიკოლაი გოგოლის მემკვიდრედ გამოაცხადა. ოღონდ უფრო ღრმა, სოციალური ცნობიერებით. მან დაინახა,
რომ დოსტოევსკიმ უბრალოდ კი არ აღწერა სიღარიბე, არამედ ღარიბის სულში ჩაიხედა. გამოავლინა მათი ადამიანურობა და ღირსება. ბელინსკისთვის ეს იყო რევოლუციური, ლიტერატურული აქტი. კრიტიკოსის მოწონება ლიტერატურულ სამყაროში ყუმბარის აფეთქებას გავდა. ჯერ კიდევ რომანის გამოქვეყნებამდე 24 წლის დოსტოევსკი ერთ ღამეში გახდა პოპულარული. მას აღიარებდნენ, ეძებდნენ და ბელინსკის გავლენიან წრეში იწვევდნენ. მან ყველაფერი რისკის ქვეშ დააყენა და გაიმარჯვა. ეს იყო თავბრუდამხვევი, გამაბრუებელი ტრიუმფის მომენტი. მოულოდნელი დიდების თავბრუდამხვევ სიმაღლეებთან შეგუება დოსტოევსკისთვის რთული აღმოჩნდა. საზოგადოებაში თავდაჭერა უჭირდა, იყო ადვილად გაღიზიანებადი, ჰიპოქონდრიისკენ მიდრეკილი და ღრმა დაუცველობას სასტიკი, თითქმის ქედმაღლური სიამაყით ნიღბავდა. კრიტიკის მიღება უჭირდა და დახვეწილ ლიტერატურულ სალონებში ხშირად უხერხულად იქცეოდა. მისი ადრეული მფარველები, მათ შორის მწერალი ივან ტურგენევი, თავდაპირველად კეთილგანწყობილნი იყვნენ, მაგრამ მალე დაიღალნენ მისი ნერვიული და დაძაბული პიროვნებით. ზურგს უკან დაცინვა დაუწყეს. ეს საზოგადოებრივი გარიყვა წარეgaკვეთილი აღმოჩნდა დოსტოევსკისთვის. თავდაპირველი, ბრწყინვალე მიღების შემდეგ მისი ვარსკვლავი თითქოს ქრობას იწყებდა. შემდგომმა ლიტერატურულმა მცდელობებმაც ვერ გაამართლა მაღალი მოლოდინები. მისი შემდეგი ნაწარმოები ორეული, ბნელი, ფსიქოლოგიურად რთული ამბავია კაცზე, რომელიც ორეულის გამოჩენის შემდეგ ჭკუიდან იშლება. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ის ბრწყინვალე კვლევად ითვლება, იმ დროს მას გაუგებრობითა და უარყოფითი რეზენციებით შეხვდნენ. მეინსტრიმული ლიტერატურული სამყაროდან მზარდი იზოლაციის გამო დოსტოევსკიმ უფრო რადიკალურ წრეებში დაიწყო მოძრაობა. დაესწრო პეტრაშევსკის წრის ყოველკვირეულ შეხვედრებს, სადაც ინტელექტუალები აკრძალული იდეების განსახილველად იკრიბებოდნენ. ეს სახიფათო თამაში იყო. მეფე ნიკოლოს პირველი საიდუმლო პოლიცია მუდმივად ეძებდა დივერსიის ნიშნებს. პეტრაშევსკის წრის დასავლური ფილოსოფიის და უტოპიური სოციალიზმის განხილვის კერა იყო. ისინი კითხულობდნენ აკრძალულ ფრანგულ მოაზროვნეებს და მსჯელობდნენ ყმების გათავისუფლებაზე. დოსტოევსკისთვის წრე უპირველეს ყოვლისა ინტელექტუალური დებატების ფორუმი იყო და არა რევოლუციური დაჯგუფება. მას იზიდავდა მგზნებარე დისკუსიები, უფრო სამართლიანი საზოგადოების შექმნის შესახებ. თუმცა, წრის ზოგიერთი წევრი უფრო რადიკალური იყო და დოსტოევსკიმ წაიკითხა ბელინსკის აკრძალული, ამბოხის შემცველი წერილი. ხელისუფლება საუბარსა და მოქმედებას შორის განსხვავებას ვერ ხედავდა. 1848 წლის რევოლუციების შემდეგ, რომლემაც ევროპა მოიცვა, მეფე შიშმა შეიპყრო. პეტრაშევსკის წრეზე ინტენსიური მეთვალყურეობა დაწესდა. წევრებმა არ იცოდნენ, რომ სახელმწიფოს მიერ დაგებულ მახეში ებმებოდნენ. 1859 წლის 23 აპრილის ღამეს მახე ამოქმედდა. სანქტ-პეტერბურგში კოორდინირებული რეიდების დროს დოსტოევსკი და წრის ათობით სხვა წევრი დააპატიმრეს. ის იმპერიის ყველაზე საშიშ პოლიტიკურ ციხეში, ცივ, ნესტიან პეტრე-პავლეს ციხესიმაგრეში ჩასვეს. ლიტერატურული ვარსკვლავი პოლიტიკურ დამნაშავედ იქცა. დოსტოევსკი ერთკაციან საკანში მოათავსეს. 8 გრძელი თვის განმავლობაში იტანდა სიჩუმეს, გაურკვევლობასა და დამქანცველ დაკითხვებს. წიგნების ქონისა და წერის უფლება ჰქონდა, მაგრამ ფსიქოლოგიური წნეხი უზარმაზარი იყო. საბოლოოდ, სამხედრო სასამართლომ განაჩენი გამოიტანა. დოსტოევსკი და პეტრაშეველთა წრის 20 სხვა წევრი დამნაშავედ ცნეს რევოლუციური საქმიანობისთვის და დახვრეტა მიუსაჯეს. განაჩენი ფარსი, სასტიკი პოლიტიკური თეატრი იყო, რომელიც თავად მეფე ნიკოლოს პირველმა დადგა. მან ფარულად შეცვალა განაჩენი, მაგრამ გადაწყვიტა პატიმრების საჯარო სიკვდილით დასჯის სრული ფსიქოლოგიური საშინელებისთვის გაეწირა. 1859 წლის 22 დეკემბრის გამყინავ დილას პატიმრები სემიონოვსკის მოედანზე მიიყვანეს. შეკრებილი იყო ხალხი, წაიკითხეს განაჩენი, რომლის მიხედვითაც მათ დახვრეტა ჰქონდათ მისჯილი. დოსტოევსკიმ, რომელსაც სჯეროდა, რომ სიცოცხლის ბოლო წუთები ჰქონდა დარჩენილი, გვერდით მდგომს ნიკოლაი სპეშნევს მიუბრუნდა და უთხრა: ჩვენ ქრისტესთან ვიქნებით. სპეშნევმა ირონიულად უპასუხა: ერთ მუჭამტვრად. სიკვდილის მომენტში მათი რწმენის კონტრასტი თვალშისაცემი აღმოჩნდა. პირველი სამი პატიმარი ბოძებზე მიაბეს. დამხრეტმა რაზმა თოფები ასწია და დაუმიზნა. დოსტოევსკი მეორე ჯგუფში იყო.
მან გამოთვალა, რომ სიცოცხლის მაქსიმუმ 5 წუთი ჰქონდა დარჩენილი. მოგვიანებით წერდა იმ მომენტის ინტენსიურ სიცხადეზე, მოგონებების მოზღვევებაზე და სიცოცხლისადმი სასოწარკვეთილ სიყვარულზე. ის საკუთარ სიკვდილს განიცდიდა, დოლები აგუგუნდნენ, ცეცხლის ბრძანებისთვის ემზადებოდნენ და შემდეგ, ბოლო შესაძლო მომენტში, მოედანზე ცხენოსანი მაცნე შემოიჭრა. თეთრ დროშას აფრიალებდა, წაიკითხეს მეფის ბრძანებულება. მათი სიცოცხლე შეწყალებული იყო. სასჯელი ციმბირში წლების მძიმე შრომით შეეცვალათ. წნეხი იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი პატიმარი ამ განსაცდელისგან სამუდამოდ შეიშალა. დოსტოევსკისთვის ეს იყო მწველი, ტრაუმული და გარდამტეხი გამოცდილება. ეს იყო სიმბოლური სიკვდილი და აღდგომა. ამ მომენტმა სამუდამოდ შეცვალა მისი წარმოდგენა სიცოცხლეზე, წმენასა და ადამიანის სულზე. იმიტირებული დასჯა მისი ცხოვრების ცენტრალურ, გამსაზღვრელ მოვლენად იქცა. მან მასში არსებობის ზღვენისადმი, ღრმა პატივისცემა და პოლიტიკური იდეოლოგიებისადმი სკეპტიციზმი ჩანერგა, რომლებიც ალადობის გამართლებას ცდილობდნენ. მძიმე ბორკილებით შეკრულმა დოსტოევსკიმ ციმბირისკენ გრძელი, დამქანცველი მოგზაურობა დაიწყო. კვირების შემდეგ ის ომსკის ციხესიმაგრეში, სასტიკი, მძიმე შრომის ბანაკში, ანუ კატორღაში ჩავიდა. მისი როგორც ინტელექტუალისა და დიდგვაროვნის ცხოვრება დასრულდა. პირობები არაადამიანური იყო. ციხის ბარაკები დანგრეული, გადაჭედილი და მავნებლებით სავსე გახლდათ. ჰაერი და უბანელი სხეულებისა და ადამიანური ნარჩენების სუნით იყო გაჟღენთილი. ციმბირის სასტიკ ზამთარში ოთახები თითქმის ვერ თბებოდა. ზაფხული კი სულის შემხუთველი იყო. მისი თანაპატიმრები რუსეთის იმპერიის ყველაზე საშიში დამნაშავეების კრებულს წარმოადგენდა. მკვლელები, ყაჩაღები და ქურდები. როგორც პოლიტიკური პატიმარი და ყოფილი დიდგვაროვანი, დოსტოევსკი ეჭვისა და ზიზღის ობიექტი იყო. სხვა პატიმრები, უმეტესად გაუნათლებელი გლეხები, მისი წარმომავლობის გამო ბრაზობდნენ. ის სრულიად მარტო იყო, სისასტიკის ზღვაში. დამქანცველი და ხშირად უაზრო შრომა ადამიანის სულის გატეხვისთვის იყო განკუთვნილი. პატიმრები დიდხანს მუშაობდნენ გამყინავ სიცივეში, ასრულებდნენ ისეთ დავალებებს, როგორიცაა თაბაშირის ღუმელის ტრიალი, ან თოვლის ხვედა. თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, დოსტოევსკიმ რაღაც სხვა დაინახა. მან დაინახა ღრმა ადამიანურობის, სიკეთისა და გამძლეობის ნაპერწკლები ამ სასტიკ დამნაშავეებში. მიხვდა, რომ კეთილსა და ბოროტს შორის საზღვრები არც ისე მკაფიო იყო, როგორც მის უტოპის სოციალისტ მეგობრებს სჯეროდათ. მან გააცნობიერა, რომ ადამიანის გული ბევრად უფრო რთული ბრძოლის ველია. მისი ერთადერთი ნებადართული საკითხავი მასალა ახალი აღთქმა იყო, რომელიც გზაში დეკაბრისტების ერთ-ერთმა ცოლმა აჩუქა. ეს წიგნი მისი მაშველი რგოლი გახდა. კითხულობდა მას, ისევ და ისევ, ფიქრობდა ქრისტეს ტანჯვასა და გამოსყიდვის ისტორიაზე. მისი რწმენა საკუთარი ტანჯვის ცეცხლში გამოიწრთო და ღრმა, პირადული გახდა. სწორედ კატორღის პერიოდში დოსტოევსკის განუვითარდა ეპილეფსია, ნევროლოგიური დაავადება, რომელიც მას მთელი დარჩენილი ცხოვრება ტანჯავდა. განიცდიდა შემზარავ დიდ გულყრებს. გულყრის წინა მომენტებს აღწერდა, როგორც ექსტაზურ მდგომარეობას, სამყაროსთან სრული ჰარმონიის განცდას, რომელსაც მოსდევდა ძალადობრივი კრუნჩხვები და ღრმა დეპრესია. 4 წლის შემდეგ, 1854 წელს, სასჯელის ვადა ამოიწურა. ბორკილები მოხსნეს, მაგრამ ის თავისუფალი კაცი არ იყო. მას შემდგომი გადასახლება მიუსაჯეს. დოსტოევსკი იძულებული გახდა რუსეთის არმიაში რიგითად ემსახურა. იგი გაგზავნეს უკაცრიელ სასაზღვრო ქალაქ სემიპალიტინსკში. სემიპალიტინსკში რიგითი ჯარისკაცის ცხოვრება მცირედით უკეთესი იყო, ვიდრე შრომით ბანაკში. ეს იყო გონების დამთგუნველი რუტინის, სამხედრო წვრთნებისა და სოციალური იზოლაციის ცხოვრება. თუმცა, ომსკის საშინელებების შემდეგ საკუთარ საცხოვრებელში ცხოვრებისა და კვლავ კითხვისა და წერის შედარებითი თავისუფლება მაინც დიდ შვებას წარმოადგენდა. დოსტოევსკიმ ნელ-ნელა დაიწყო იმ სამყაროსთან დაბრუნება, რომელიც დაკარგა. სწორედ აქ, ციმბირის შემდეგ, დაიწყო ნებიანი და დამანგრეველი სასიყვარულო ურთიერთობა მარია დმიტრიევნა ისაევასთან. მარია ადგილობრივი მოხელის ცოლი იყო მგზნებარე, ინტელექტუალური და ემოციურად არასტაბილური ქალი. უბედურ ქორწინებაში გამომწყდეული და ტუბერკულიოზით დაავადებული.
დოსტოევსკი მასზე მაშინვე უგონოდ შეყვარებული გახდა. მათი ურთიერთობა ემოციებისა და არეულობის ქარიშხალს წარმოადგენდა. როდესაც მარიას ქმარი სხვა ქალაქში გადაიყვანეს, დოსტოევსკი სასოწარკვეთილებაში ჩავარდა. 1 წლის შემდეგ მარიას ქმარი გარდაიცვალა და დოსტოევსკიმ მიუხედავად საკუთარი სიღარიბისა, ცოლობას თხოვა. ისინი 1857 წელს დაქორწინდნენ. ქორწინება თავიდანვე კატასტროფული გამოდგა. ეს იყო რთული, წინააღმდეგობებით სავსე ურთიერთობა, რომელიც მოგვიანებით მის ნაწერებშიც მრავლისმხვილად აისახა. მარია რთული და მომთხოვნი მეუღლე აღმოჩნდა. მათი სიყვარული ყოველდღიური ცხოვრების მკაცრ რეალობაში გაუფერულდა. ქორწინება ხასიათდებოდა კამათით, ეჭვიანობითა და ორმხრივი უბედურებით. გადასახლების დროს დოსტოევსკი დაუღალავად შრომობდა საზოგადოებაში თავისი ადგილის დასაბრუნებლად. გავლენიან პირებს მლიქვნელურ წერილებს წერდა და თავის საქმეს იცავდა. ასევე დაიწყო წერა ახლებური ჟინით და სიღრმით, რომელიც მისი გამოცდილებით იყო ნაკარნახევი. ფარულად მუშაობდა ახალ ხელნაწერებზე. რუსეთის პოლიტიკური ლანდშაფტი დრამატულად შეიცვალა 1855 წელს მეფე ნიკოლოზ I-ის გარდაცვალებით. მისმა მემკვიდრემ ალექსანდრე მეორემ რეფორმებისა და შედარებითი დათმობების ეპოქა დაიწყო. ამ სიტუაციამ დოსტოევსკისთვის შესაძლებლობა შექმნა. გავლენიანი მეგობრების ძალისხმევით ის ჯერ ოფიცრად დააწინაურეს. შემდეგ კი სამხედრო სამსახურიდან წასვლის ნებართვაც მისცეს. ციმბირში გატარებული ათწლეულის შემდეგ დოსტოევსკის სრული შეწყალება და 1859 წელს ევროპულ რუსეთში დაბრუნების ნებართვა მიეცა. ის უკვე ძალზედ შეცვლილი კაცი იყო. 38 წლის ჯანმრთელობა შერყეული, წარუმატებელი ქორწინებით, მაგრამ გონება სავსე ჰქონდა იდეებით, რომლებიც მალე მსოფლიო შეძრავდა. ის დაბრუნდა არა როგორც რადიკალი, არამედ როგორც ადამიანი, რომელმაც ადამიანური ბუნების სიღრმეები იხილა. დოსტოევსკის დაბრუნება სანქტ-პეტერბურგის ლიტერატურულ სამყაროში იოლი არ ყოფილა. ის წარსული თაობის ფიგურას წარმოადგენდა და რეპუტაციის აღდგენა სჭირდებოდა. მან და მისმა ძმამ, მიხაილმა, ახალი ლიტერატურული ჟურნალი ვრემია დაარსეს. ჟურნალი ხელს უწყობდა ფილოსოფიას, რომელიც ამტკიცებდა, რომ რუსეთის მომავალი ხალხთან სულიერ კავშირში იყო. ჟურნალი წარმატებული გამოდგა. დიდწილად დოსტოევსკის შედევრის მკვდარი სახლის ჩანაწერების სერიული გამოცემის წყალობით. ეს ნახევრად გამოგონილი ანგარიში ომსკის ციხეში გატარებული წლების შესახებ ლიტერატურული სენსაცია გახდა. მან რუსეთის სასჯელ-აღსრულების სისტემის შემზარავი სურათი წარმოადგინა. ცნობილია, რომ ლევ ტოლსტოი კითხვისას სტიროდა. დოსტოევსკი დაბრუნდა. 1862 წელს მან პირველად იმოგზაურა დასავლეთ ევროპაში. მოინახულა პარიზი, ლონდონი და ჟენევა. ეს მნიშვნელოვანი მოგზაურობა იყო, სადაც ის შეხვდა სხვა რუს მწერლებს, მათ შორის ტურგენევსა და ნეკრასოვს. ის იმედგაცრუებული დარჩა ნანახით. დასავლური ლიბერალიზმის მიმართ კიდევ უფრო სკეპტიკური გახდა. მან იხილა ცივილიზაცია, რომელიც მისი აზრით კვდებოდა მატერიალიზმითა და უსულო რაციონალიზმით. დოსტოევსკის მწვავე კრიტიკა ევროპის მიმართ მისი ჟურნალისტიკის მუდმივი თემა გახდა. ამ მოგზაურობამ ასევე გააღვიძა უნება, რომელიც მას თითქმის 10 წლის განმავლობაში სტანჯავდა. აზარტული თამაშები. გერმანიის საკურორტო ქალაქში მან რულეტის მაგიდა აღმოაჩინა და მყისიერად დამოკიდებული გახდა. ტრიალის მღელვარება, ქონების მოგებისა და ყველა პრობლემის გადაჭრის შანსი მას თანთქავდა. მისი პირადი ცხოვრება ქაოტური რჩებოდა. ავადმყოფ მარიასთან ქორწინება მუდმივი დაძაბულობის წყაროს წარმოადგენდა. მან ასევე დაიწყო მტანჯველი რომანი აპოლინარია სუსლოვასთან, ახალგაზრდა, ინტელექტუალურ და დამოუკიდებელ ქალთან. მათი ურთიერთობა უნების, დებატებისა და ორმხრივი სისასტიკის ქარიშხალი იყო. აპოლინარია მისი ჯოჯოხეთური ქალების პორტრეტი გახდა. 1864 წელი დოსტოევსკისთვის კატასტროფული დანაკარგების პერიოდი აღმოჩნდა. აპრილში მისი ცოლი მარია ტუბერკულოზით ნელი და მტანჯველი სიკვდილით გარდაიცვალა. ის ბოლომდე ულიდა მას, სავსე სიბრალულითა და დანაშაულის გრძნობით. სულ რამდენიმე თვის შემდეგ მისი საყვარელი ძმა და ბიზნეს პარტნიორი მიხაილი მოულოდნელად გარდაიცვალა. დოსტოევსკი განადგურებული იყო. ძმის გარდაცვალებამ მას არამხოლოდ ღრმა მწუხარება, არამედ მიხაილის დიდი ოჯახისა
და მათი წარუმატებელი ჟურნალის უზარმაზარი ვალების პასუხისმგებლობაც დაუდავა. მას კრედიტორები აწუხებდნენ, ემოციურად განადგურებული და ფიზიკურად შეუძლოდ იყო. ის ფსკერზე აღმოჩნდა. სწორედ ამ ტანჯვისა და სასწარკვეთილების უფსკრულიდან დაიბადა მისი უდიდესი ნაწარმოებები. ფინანსური კრახის წინაშე მდგარმა დოსტოევსკიმ კრედიტორებისგან თავის დასაღწევად საზღვარგარეთს მიაშურა, მაგრამ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებამ მდგომარეობა გააუარესა. ვისბადენის რულეტის მაგიდებთან ყველაფერი წააგო. უიმედობის მომენტში მან დამღუპელი კონტრაქტი გააფორმა გამომცემელ სტელოვსკისთან. მცირე ავანსი მიიღო ახალი რომანის უფლებების სანაცვლოდ, რომელიც 1866 წლის 1 ნოემბრამდე უნდა ჩაებარებინა. პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში სტელოვსკი 9 წლის განმავლობაში დოსტოევსკის ყველა ნაწარმოების უფასოდ გამოქვეყნების უფლებას მოიპოვებდა. ამავე დროს დოსტოევსკი უკვე მუშაობდა სხვა, ბევრად უფრო დიდ რომანზე, რომელსაც ლიტერატურულ ჟურნალში აქვეყნებდა. ახლა მას ერთდროულად 2 რომანის დაწერა ევალებოდა. სერიული რომანი იყო დანაშაული და სასჯელი. დანაშაული და სასჯელის შექმნის პროცესი ისეთივე ცხელებით ახსავსე იყო, როგორც თავად რომანი. იდეა მას ჯერ კიდევ კატორღაში დაებადა. თუმცა რომანის დაწერა 1865 წელს ვისბადენში დაიწყო, სადაც კრედიტორებს ემალებოდა და აზარტულ თამაშებში ბოლო ფულს აგებდა. ფინანსური კრახის ზღვარზე მყოფმა მან სასწრაფოდ მიწერა გამომცემელ მიხაილ კატკოვს და შესთავაზა დანაშაულის ფსიქოლოგიური ანგარიში. კატკოვმა მას ავანსი გაუგზავნა, მაგრამ უმკაცრესი ვადები დაუწესა. ის რომანს ნაწილ-ნაწილ წერდა და პირდაპირ ჟურნალს უგზავნიდა. ეს დაძაბული პროცესი ნაწარმოების ტემპსა და ატმოსფეროში აისახა. ეს ფსიქოლოგიური თრილერი მოგვითხრობს რასკოლნიკოვზე, გაღატაკებულ სტუდენტზე, რომელიც კლავს ხარბ მევახშეს, რათა გამოსცადოს თავისი თეორია, რომ არაჩვეულებრივი ადამიანები მორალურ კანონზე მაღლად განან. ნაწარმოები გამაოგნებლად წარმატებული გამოდგა და მწერლის, როგორც ლიტერატურული ოსტატის, სტატუსი განამტკიცა. მაგრამ სტელოვსკის ვადა ახლოვდებოდა. 1866 წლის ოქტომბრისთვის მას მეორე რომანის არც ერთი სიტყვა არ ჰქონდა დაწერილი. მიხვდა, რომ ხელი წერისას დიდ დროს დაკარგავდა. მეგობრებმა ურჩიეს სტენოგრაფისტის დაქირავება. 20 წლის გოგონა, ანა გრიგოროევნა სნიტკინა მის ბინაში მივიდა. ის მშვიდი, ორგანიზებული და ინტელექტუალური იყო. 26 დღის განმავლობაში ისინი უდიდესი ტემპით მუშაობდნენ. დოსტოევსკი კარნახობდა საკუთარი აზარტული მანიის ისტორიას, რომელიც მოგვიანებით რომანი მოთამაშე გახდა. ანა მას სტენოგრაფიულად იწერდა და ყოველ ღამე გადაწერდა. მათ შეუძლებელი ვადა ერთი დღით ადრე შეასრულეს. თანამშრომლობა ტრიუმფით დასრულდა. 45 წლის დოსტოევსკიმ გააცნობიერა, რომ სტენოგრაფისტზე მეტი იპოვა. ანა გრიგორიევნა მის ქაოტურ ცხოვრებას სტაბილურობა და სიძლიერე შესწინა. რომანის დასრულებიდან რამდენიმე კვირაში ცოლობას თხოვა. ანა დათანხმდა. ისინი 1867 წლის თებერვალში დაქორწინდნენ. ეს ქორწინება მისი ხსნა გახდა. სწორედ ანამ გადაარჩინა დოსტოევსკის სრული ფინანსური კატასტროფისგან. დარჩენილი კრედიტორებისგან თავის დასაღწევად ახლა დაქორწინებულებმა რუსეთი დატოვეს. ფიქრობდნენ, რომ რამდენიმე თვით, მაგრამ საბოლოოდ 4 წელი დარჩნენ ევროპაში. ეს იყო უკიდურესი სიღარიბისა და ევროპის ქვეყნებში მუდმივი გადაადგილების პერიოდი. დოსტოევსკიმ კვლავ აზარტული თამაშებით მთელი მათი ქონება წააგო. ანა იძულებული შეიქნა საქორწინო ბეჭედი დაეგირავებინა. დოსტოევსკიმ პირობა დადო, რომ აზარტულ თამაშებზე უარს იტყოდა და ანას დახმარებით პირობა შეასრულა. სირთულეების მიუხედავად, ეს პერიოდი დოსტოევსკისთვის ინტენსიურად შემოქმედებითი აღმოჩნდა. 1868 წელს ჟენევაში დაიბადა მათი პირველი შვილი, სონია, მაგრამ სამწუხაროდ 3 თვის შემდეგ გარდაიცვალა. უდანაშაულო ბავშვის სიკვდილით გამოწვეულმა მწუხარებამ კვალი დატოვა მწერლის სულში და გარდაისახა მისი შემდეგი დიდი რომანის, იდიოტის თემატურ ბირთვად, რომელიც დოსტოევსკიმ ფლორენციაში 1868 წლის ბოლოს დაასრულა. დრეზდენში ყოფნისას მან დაწერა ეშმაკნი, ძლავრი და წინასწარმეტყველური პოლიტიკური რომანი, რომელიც ანადგურებდა ნიჰილისტურ და რევოლუციურ იდეოლოგიებს. ეს იყო სასტიკი გაფრთხილება უღმერთო რადიკალიზმის საშიშროების შესახებ. საბოლოოდ 1871 წელს
ანას გამჭრიახი ფინანსური მენეჯმენტის წყალობით ოჯახმა შეძლო რუსეთში დაბრუნება. დოსტოევსკი რუსეთში როგორც აღიარებული და პატივცემული მწერალი დაბრუნდა. გადასახლებისა და სიღარიბის წლები დასრულდა. ანას გამჭრიახმა ბიზნეს გონებამ, მათ შორის მისი რომანების დამოუკიდებლად გამოცემის გადაწყვეტილებამ, მათ ცხოვრებაში პირველად ფინანსური უსაფრთხოება მოიტანა. ახლა მას შეეძლო წერა ვადებისა და ვალების მუდმივი წნეხის გარეშე. დოსტოევსკიმ თავისი, როგორც ჟურნალისტის, ინტერესები ერთ უნიკალურ და ძალიან პოპულარულ ყოველთვიურ გამოცემაში გააერთიანა, რომელსაც მწერლის დღიური დაარქვა. ეს იყო ჟურნალი, რომელსაც თავად დოსტოევსკი ქმნიდა. ის აქ აქვეყნებდა ესეებს, ახალ მოთხრობებს, ლიტერატურულ კრიტიკას და საკუთარ მოსაზრებებს მიმდინარე მოვლენებზე. ამ ფორმატმა მას საშუალება მისცა შუამავლის გარეშე პირდაპირ ესაუბრა მკითხველთან. ის მწერალზე მეტი გახდა, მას რუსეთის სულისწინა წარმეტყველად მიიჩნევდნენ. თუმცა ტრაგედია არასდროს იყო შორს. 1878 წელს მისი საყვარელი 3 წლის ვაჟი ალიოშა მოულოდნელი ძლიერი ეპილეფსიური გულყრით გარდაიცვალა. დოსტოევსკი განადგურებული იყო, თავს იდანაშაულებდა, რომ დაავადება შვილს გადასცა. შვილის დაკარგვამ კრისტალიზება გაუკეთა მის ყველაზე მტანჯველ ფილოსოფიურ კითხვას. ეს კითხვაა, რომელთანაც მთელი ცხოვრება იბრძოდა. როგორ შეიძლება ირწმუნო სამართლიანი ღმერთის სამყაროში, სადაც უდანაშაულო ბავშვები იტანჯებიან. ნუგეში ოპტინის უდაბნოს მონასტერში პოვა და მთელი თავისი ტკივილი ეჭვიდა რწმენა თავის ბოლო კოლოსალურ რომანში ძმებ კარამაზოვებში ჩააქსოვა. 1879-1880 წლებში გამოქვეყნებული ნაწარმოები მისი ცხოვრებისეული შემოქმედების მწვერვალია. ეს არის დოსტოევსკის ტიტანური ნააზრევი რწმენასა და ცოდვაზე. რომანი დისფუნქციური ოჯახის ფართო ეპოსია, ფილოსოფიური დრამა, რომელიც იკვლევს მამის მკვლელობას, დანაშაულს, რწმენასა და ათეიზმს შორის საბოლოო ბრძოლას. ძმები კარამაზოვები მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ უდიდეს მიღწევად არის აღიარებული. 1880 წლის ივნისში დოსტოევსკის საზოგადოებრივმა სტატუსმა მწვერვალს მიაღწია. ის მოსკოვში ალექსანდრე პუშკინის ძეგლის გახსნაზე სიტყვით გამოსასვლელად მიიწვიეს. მისი გამოსვლა ეროვნული მოვლენა იყო. ის დიდი ენთუზიაზმით საუბრობდა პუშკინის უნიკალურობასა და რუსეთის განსაკუთრებულ მისიაზე, საყოველთაო ადამიანური ძმობის დამყარების შესახებ. აუდიტორიაზე ეფექტი გამაოგნებელი აღმოჩნდა. ხალხი ტიროდა, უცნობები ერთმანეთს ეხვეუდნენ. მისი ძველი ლიტერატურული მეტოქე ტურგენევი მასთან ჩასახუტებლად მივარდა. ის დარბაზიდან აღფრთოვანებულმა ხალხის მასამ ხელში ატაცებული გაიყვანა. იმ მომენტში ის რუსული სულის უდაო ხმა იყო. ეს იყო მისი მღელვარე ცხოვრების საბოლოო ტრიუმფალური კულმინაცია. მისი ფიზიკური ჯანმრთელობა თანდათან უარესდებოდა. წლების განმავლობაში მუდმივი სტრესი და ეპილეფსიური შეტევები ფილტვებსა და გულზე აისახა. 1891 წლის იანვრის ბოლოს მას ფილტვებიდან სისხლდენა დაეწყო. საყვარელ ცოლსა და შვილებთან მშვიდად დამშვიდობების შემდეგ ფიოდორ დოსტოევსკი 1891 წლის 9 თებერვალს 59 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი დაკრძალვა ეროვნული გლოვის მოვლენა იყო. 10,000-ობით ადამიანი მის კუბოს სანქტ-პეტერბურგის ქუჩებში მიჰყვებოდა. ეს იყო საზოგადოებრივი დაკრძალვა, რომელიც თავისი მასშტაბით რუსეთისთვის უპრეცედენტო იყო. საბოლოო მოწმობა იმ ღრმა კავშირისა, რომელიც მან ხალხთან დაამყარა. დოსტოევსკის მემკვიდრეობა განუზომელია. იმის დასტურად, რომ მისი გავლენა დროთა განმავლობაში არ სუსტდება, ნორვეგიულმა წიგნის კლუბმა მისი 4 რომანი მსოფლიოს 100 საუკეთესო ლიტერატურულ ნაწარმოებს შორის დაასახელა. ეს არის შედეგი, რომელსაც ვერცერთმა სხვა მწერალმა ვერ მიაღწია. შედარებისთვის, ისეთი ავტორები, როგორებიც არიან ტოლსტოი, შექსპირი და ფრენც კაფკა, ამ სიაში 3 წიგნით არიან წარმოდგენილნი. დოსტოევსკი იყო ფსიქოლოგიური რეალიზმის პიონერი, რომელიც ადამიანის სულის ყველაზე ბნელ რეგიონებში ჩადიოდა. მისი შემოქმედება თავისუფალი ნების, ბოროტებისა და ტანჯვის მარადიულ კითხვებს ისეთი გულწრფელობითა და ინტენსივობით ეჭიდება, რომ დღემდე აღფრთოვანებას იწვევს. მან გავლენა მოახდინა არა მხოლოდ ლიტერატურაზე, არამედ ფილოსოფიაზე, ფსიქოლოგიასა და თეოლოგიაზე. ის დღემდე რჩება არსებით ავტორად ყველასთვის, ვინც ცდილობს გაიგოს ადამიანის სულის მღელვარე ლანდშაფტი. გმადლობთ, რომ ჩვენთან ერთად იყავით. თუ მოგეწონათ ვიდეო,
გითხოვთ დააწვეთ მოწონების ღილაკს და გამოიწეროთ არხი. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში. მომავალ შეხვედრამდე.